გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს. გიორგი გაბიტაშვილი დღეიდან გენერალური აუდიტორის პოსტზე აიკავებს. შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მათ ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში დღეს გამართეს. პაპუაშვილის თქმით, ახალ თანამდებობაზე გაბიტაშვილის არჩევა სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლება-ამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინა საარჩევნოდ წარუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. გენერალური აუდიტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ცოტნე ყავლაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება. გაბიტაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობასაც შეასრულებს. ის აქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა. გენერალური აუდიტორის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას. და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში. აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადაუხადო სახელისუფლებო გუნდს დობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელზეც მუშაობენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები. მე ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით. ოპოზიციის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ გიორგი გაბიტაშვილისთვის ახალი უწყების ჩაბარების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისთვის იქნება გამოყენებული. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ გაბიტაშვილის გენერალური პროკურორობიდან გაშვებით ოცნება გუნდის სანქცირებული პირებისგან წმენდას განაგრძობს. თქვენ იცით, რომ აუდიტის სამსახურის უფროს, რომელსაც საკონსტიტუციო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, გადააყენეს ძალით, ჩაანაცვლეს გაბიტაშვილი, ანუ გააგდეს პრაქტიკულად მნიშვნელოვანი თანამდებობიდან და შემდეგ ეხლა როგორც ჩანს შემოიყვანენ იმ ადამიანს, რომელიც კვლავ სანქციების ვთქვათ, რაღაც მიზანი იქნება, ხო? ანუ გაბიტაშვილი იყო დასანქცირებული არაერთი ქვეყნის მიმართ და ფაქტია, რომ ესეთი დასანქცირებული ადამიანებს ბიძინა ივანიშვილი იშორებს. ოღონდ ყველას უნდა ესმოდეს და განსაკუთრებით რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ ასეთი დასანქცირებული ადამიანების, ასე ვთქვათ, ნუსხა არ შემცირდება, რამდენსაც გამოცვლის, იმდენი ადამიანი დასანქცირდება. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გაბიტაშვილის გადაყვანა აუდიტის სამსახურის უფროსად იმის მანიშნებელია, რომ აუდიტის სამსახური ახლა გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევით იქნება გამოყენებული პოლიტიკური დევნის მექანიზმად და ის დაემსგავსება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც ხელმძღვანელობს რაჟდენ კუპრაშვილი. ბოლო პერიოდში და ეს ტალღა ცვლილებების ნამდვილად არაფერს არ ცვლის სახელმწიფოს კეთილდღეობის თვალსაზრისით და მხოლოდ პერსონალური გავლენების გაზრდას ემსახურება. მეტი არაფერი. თბილისის მერი კახა კალაძე მორიგ საკადრო გადაადგილებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, არც თავად იქნება მუდმივად დედაქალაქის მერი. შალვა პაპუაშვილმა ზედმიწევნით ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი? მე რო დღეს მერი ვარ. მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო, ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდი, რა არის ამაში? პრობლემას ხედავთ, ან საერთოდ პოლიტიკაში რო არ ვიყო, რა არის ამ პრობლემას ხედავ? როცა არის, რატომ ჩაითვალა? რა მნიშვნელობა აქვს ხა? ჩემი დღევანდელი სტატუსი, მთელი ცხოვრება კი არა მონიჭებული, პოლიტიკოსის სტატუსი. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი და სპორტით ვიყავი დაკავებული. დღეს პოლიტიკაში ვარ. ხვალზე კიდე შეიძლება სადღაც ვიყო. საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 10 აპრილს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. მაშინ გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში ქართული ოცნების მთავრობის კიდევ 3 მაღალჩინოსანი მოხვდა.